ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ იმ შეწყალებაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიგეთ ყაველაშვილი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მოვიდა ასე ვთქვათ ოფისში 613 პატიმარის შეწყალებას მოაწერა ხელი, რაც ბევრი მithქმა გამოიწვია იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ პირველ რიგში არ ვიცით ვიზე არის საუბარი, იმიტომ რომ მე რაც მაქვს ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა თუ არ ვწდები ამ ადამიანების ვინაობა და მეორეც ის რომ თავის წინაპირობები აქვს შეწყალებას კი ერთმნიშვნელოვნად პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ ამას სპეციალური კომისია სწავლობს და თითოეული кейსი, თითოეული საქმე უნდა იქნა შესწავლილი ინდივიდუალურად და პრაქტიკულად წარმოუდგენელი არის, რომ 613 შემთხვევის შეფასება მომხდარიყო სრულფასოვნად იმ მოკლევადაში. თან როგორც ხდები სხვადასხვა დანაშაულებებზეა საუბარი, ხო? ეს არ იყო რაღაც, რომ აი ამ კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში დიდი რაოდენობის ადამიანები შეიწყალეს, როგორც ეს იყო მაგალითად დონალდ ტრამპის შემთხვევაში, როდესაც 1500 პატიმრის შეწყალებას მოაწერა ხელი. ეს პირდაპირ იყო იმ პატიმრების მიმართ, რომელიც კაპიტოლიუმის შტურმის გამო ისხდნენ ციხეში. ზურა ვარდიაშვილი არის დღეს ჩვენი სტუმარი, ინტერნეტ გამოცემა პუბლიკის დამფუძნებელი, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ხო, ეხლა რაც სანდრო მისაუბრა, ბუნებრივია იბადება შეკითხვა, რომ სავარაუდოდ რა პროცედურებია გასავლელი იმისათვის, რომ თუნდაც ერთი ადამიანის, ასე ვთქვათ, შეწყალება და გათავისუფლება მოხდეს, ხო? და როგორ ხდება ზოგადად ეს დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც, ასე ვთქვათ, კანონი კანონობს და ჩვენ შემთხვევაში, სადაც აბსოლუტურად კანონი აღარ არსებობს და კონსტიტუცია ფეხქვეშ გვაქვს გათელილი, ბუნებრივია რომ იბადება შეკითხვა როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ისევ და ისევ ვიმეორებ. არასრულ ერთ თვეში. ხო, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანი საპატიმროს ტოვებს და არავის დაპატიმრება და ციხეში ყოფნა არ მიხარია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ასეთი პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ამდენ უსამართლობას ვხედავთ, იბადება ბუნებრივია შეკითხვა, რომ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გათავისუფლდნენ, თან საკმაოდ დიდია 613 ადამიანზეა საუბარი. ხო, საერთოდ თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომელსაც ზოგადად მივესალმები, იმიტომ რომ საპატიმრო სასჯელები ძალიან ხშირად გამოიყენება ჩვენი სასამართლოს მიერ, რასაც მე არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ უფრო ჰუმანური უნდა იყოს სასამართლო ამ მხრივ, მაგრამ ამ კონკრეტულ შეწყალების აქტს რაც შეეხება, კითხვას ბადებს ბევრი რამ. ისედაც როდესაც ჩვენ ამ არგუმენტაციას ვაყალიბებთ, ცხადია არავის არ უჩნდება ეჭვია ქართული ოცნების მხარდამჭერებმა იციან, რომ არავითარი 613 საქმე არ შეუსწავლია ყაველაშვილს, ხო? არათუ ყაველაშვილს, რა ვიცი, იურისტების უზარმაზარი გუნდი რო დაჯდეს და დაიწყოს შესწავლა 613 საქმის, აი ამ ვადაში არის აბსოლუტურად შეუძლებელი, იმიტომ რომ თითოეული ეს საქმე შეიძლება იყოს 600 გვერდზე მეტი და როცა ტომეულები. იმიტომ რომ ხო აქ საგანგაშოა ისიც კიდევ რომ ჩვენ არ ვიცით ვინ რა მუხლებზე მსჯავრდებული ადამიანები შეიწყალე. დონალდ ტრამპი ახსენე და დონალდ ტრამპმა ჯერ ერთი ტრამპს გაცხადებული ჰქონდა 2004 წელს სვე განაცხადა მან რომ მისი პირველი ბრძანება 2024 წელს ხო 4 წელს კი არა. პირველი ბრძანება იქნებოდა იმ ადამიანების შეწყალება, რომლებიც კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. ანუ ამერიკელებმა იციან ვინ შეიწყალა დონალდ ტრამპმა. ეს მას გაცხადებული ჰქონდა და რა ვიცი, აი ამ ლოზუნგის ქვეშ აირჩიეს ის ამერიკელებმა და ჩვენ არ ვიცით ყაველაშვილმა ვინ შეიწყალა. კიდევ და კიდევ თუ გავყვებით ამ მსჯელობას, ლოგიკურ მსჯელობას, როგორ შეიძლება და მომხდარიყო 613 ადამიანის ეს ციხიდან გამოშვება, აქ არ უნდა დაგვაუწყდეს ის ფაქტიც, რომ არ უნდა მოუწყუდეთ აქ მარტო 613 ადამიანზე, 613 საქმეზე არ არის საუბარი. ხომ შეუძლებელია რომ 613 კაცს მიემართა შეწყალებისთვის და 613-ვე შეეწყალებინა. ხო აქ საუბარი იმაზე რომ დაახლოებით ერთი მაგდენი ხო უარი უნდა ეთქვა. ზოგადად რამდენი ადამიანის ხდება ხოლმე ჩვენი გამოცდილებით, აი ვთქვათ ეს ვიცი რომ რაღაცა დღესასწაულებს ემთხვევა ხოლმე შეწყალების ხდება. დაახლოებით რამდენი ადამიანია ხოლმე. არ აღემატება, ანუ 3 ადამიანი რო ადამიანი 12 და მე აი ნიუსები. მეც მახსოვს რომ 15 ადამიანი შეიწყალა, 30 ადამიანი, 25 ადამიანი. აი ესეთი მასშტაბური, არ ვიცი შეიძლება მე ვწდები, მაგრამ არ მახსოვს. 2012 წელს შეწყალების მასშტაბური ის ამნისტიასთან ერთად იყო. ამნისტია ცალკე
ცალკე იყო, მაგრამ 200-მდე ადამიანი ცალკე შეიწყალა. მაგრამ ესეც პოლიტიკური აქტი უფრო იყო და ჩვენ ვიცოდით რომელ მუხლებზეა საუბარი და რაღაცნაირად მოლოდინი რო გქონდეს იმისა, რა, იმიტომ რომ ეს უსაფრთხოების საკითხიც არის ერთგვარად სხვა ყველაფერს თავი რო გავანებოთ, ხო? და ეს 613 არა, სავარაუდოდ 1000-ზე მეტი საქმე უნდა შეესწავლა, აქედან უნდა რაღაც სორტირება გაეკეთებინა, ვიღაცებისთვის ხელი მოეწერა, ვიღაცებისთვის უარი უნდა ეთქვა, თან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ამ საქმის განხილვა რა არის, ხო? ეს განხილვა ნიშნავს იმას, უნდა გამოიკვლიო მთლიანად საქმე რას ეხება, პატიმარის რა ვიცი, ქცევა უნდა გამოიკვლიო, მისი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ, დაზარალებულებს უნდა დაუკავშირდეთ და მათი აზრი მოისმინო. ანუ ეს არის წარმოუდგენელი. აქ შეგვიძლია ეს მსჯელობა დავამთავროთ, იმიტომ რომ ისაც არ დასჯერა, რომ ვინმე დაждდა და ასობით პატიმრის საქმე შეისწავლა. აქ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სია არის კულუარებში დაწერილი. ოღონდ რა მიზანს ემსახურება, ეს უკვე არის სპეკულაციის საგანი, თუმცა მე შეიძლება ჩემი წარმოდგენები მქონდეს, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების აღსრულება ერთი მხრივ. და მეორე მხრივ ეს შეიძლება იყოს სამომავლოდ დაგეგმილი სხვადასხვა ქმედებისთვის ადამიანების მობილიზება. არაფერს არ ვამტკიცებ და სპეკულაციის სივრცე რჩება, იმიტომ რომ არ ვიცით რა მუხლებით იყო, როგორც ახსენე ზურა, არ ვიცით ვინმე შეიცვალეს რა. ნდობაზეა კიდეც მთავარი პრობლემა რაში არის, რომ როდესაც ნდობა აქვს დაკარგული ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ისინი როგორც მართავენ დღეს და რასაც ისინი აკეთებენ, რა ბრალდებებით იჭერენ ადამიანებს აბსოლუტურად უსამართლოდ, როგორ ასამართლებენ, აი აქედან გამომდინარე არაფრის აღარ გჯერა. იმიტომ ამდენი ტყუილის შედეგად უკვე ვერაფერს ვერ იჯერებ და მათ შორის ძალიან ბუნებრივია, რომ საზოგადოებას უჩდება ეს შეკითხვა ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ არავის ციხეში ჯდომა მე არ მიხარია და ჩვენ არ გვიხარია, მაგრამ როდესაც ასეთ უკანონო ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ფაქტიურად სახელმწიფო აღარ არსებობს, ბუნებრივია, რომ ეს შეკითხვები არასებობს. ბატონი ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს ამ საკითხზე და მისი რავი პრიორიტეტი იყო ეს, რომ მოსვლიდან რამდენიმე კვირაში ასობით პატიმარი გაეთავისუფლებინა. ციხიდან ის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი გახდათ. მე არ მახსენდება პარლამენტში მის მიერ ამოღებული ერთი სიტყვაც კი პატიმარებთან დაკავშირებით. ანუ მე არ მგონია რომ ეს ადამიანი თავისი მოწოდებით ამ საკითხის მიმართ ყოფილიყო მგრძნობიარი. ასევე თუ ისე მიმსჯელობას დაუბრუნდებით, როგორ შეეძლო ამ საქმეების განხილვა და შესწავლა, ასევე არ დაგვაუწყდეს რომ მისი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მან ხელი მოაწერა კანონებს, რომელიც თავისი მასშტაბურობით ასევე რა ვიცი შეიძლება გაუტოლდეს ამ საქმეების ქაღალდების რაოდენობას, იმიტომ რომ ეს იყო თებლებები ადმინისტრაციულ სამართალდაღოთებაში. არა მარტო ადმინისტრაციულ კოდექსში, საჯარო სამსახურებთან დაკავშირებით, პოლიციის შესახებ კანონში, დაცვის შესახებ კანონშიც კი, დაცვის პოლიციის შესახებ კანონშიც კი შეიტანა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ სამხედრო მოუხსნეს დაცვა. რა ვიცი, ადმინისტრაციულ სამართალდაღოთა კოდექსში შეიტანეს ცვლილება, რომელიც მიხედვითაც ეს პიროტექნიკის გამოყენება, სახის პრევენციული დაკავება, რასაც ახლა მოქმედებაში ვუყურებთ. აი ამის შესახებ, ეს კანონებიც აი ამ შავდებულების საქმესთან ერთად გაანალიზა, გაიაზრა და ხელი მოაწერა ბატონმა ყაველაშვილმა. ეს რა ვიცი, მაყურებელს მივანდოთ რას დაიჯერებდა. ზურა, უნდა გკითხოთ რეჟიმის ტყვეს, კიდევ ერთი რეჟიმის ტყვესთან დაკავშირებით ზეამაღლობელს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ვიცი რომ თქვენ ბათუმში იმყოფებოდით, მაშინ როდესაც ის დააკავეს და მონაწილეობას იღებთ ამ აქციების ორგანიზებაში ბათუმში, მათ შორის. და როგორც ვიცით, ქალბატონი მზია ახლა შიმშილობს საპყრობილეში, რაც ძალიან, ასე ვთქვათ, არასასიამოვნო. ხო, რა შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ საქმეზე, იმიტომ რომ პირველი პირიდან, ასე ვთქვათ, თქვენ ჩართული იყავით ამ. ხო, აი აქ საინტერესო რა ძალიან ცუდი ამბავი მოხდა 2 დღის წინ ბათუმში. 3 პატრულ ინსპექტორი დაჭრა მოქალაქემ. არ ვიცი მისი. გუშინ ვნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ამასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც გახმაურდა, მანამდე არ ყოფილა ეგეც. ნიშანდობლივია. და ანუ მოქალაქემ დანის გამოყენებით 3 პოლიციელი დაჭრა ისე რომ გუშინლამდე ისინი კლინიკაში იმყოფებოდნენ, დაერია ასე ვთქვათ პოლიციელებს და მინდა რომ გამოჯამრთელება უსურვო მათ პირველ რიგში. საქმე აღიძრა, ანუ გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი უკვე კოდექსი დამაზებირებინეს ჩვენმა ხელისუფლებამ, არ არის ეს ჩემი საქმე.
ეს მუხლი არის ზუსტად ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ბრალი აქვს დადგენილი ზია ამაღლობელს. ანუ ზია ამაღლობელის მიერ შეურაცხყოფის და დამცირების პასუხად გაწნული სილა პოლიციელებით გარშემორტყმული პოლიციის უფროსზე უდრის პოლიციელების დანით დაჩახვას. ანუ ერთი და იგივე სასჯელი ემუქრებათ ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ პოლიციელები სასიკვდილოდ გაიმეტოს და დანით აჩეხოს და ადამიანს, რომელმაც გინების, შეურაცხყოფის, დამცირების საპასუხოდ სილა გააწნა პოლიციელს და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ იმას კი არ ვამბობთ რომ ხშირად ის ტროლები და ბოტები რო ყავთ მობილიზებული სამთავრობო ტელეარხებს და არა მარტო ტელეარხებს ონლაინ გამოცემებსაც და თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჩვენ იმას კი არ ვამბობთ რომ ზია ამაღლობელს ცილა არ გაუწვია პოლიციელისთვის ჩვენ იმას ვამბობთ რომ ეს არ შეიძლება იყოს საერთოდ სისხლის სამართლის კოდექსით განსჯადი საკითხი არსებობს 173 მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსში რომელიც ითვალისწინებს რაღაც საპასუხო რეაქციებს თქვათ პოლიციის შეურაცხყოფაზე და კი შეიძლება ეს განვიხილოთ ეს ხდება როგორც პოლიციელის შეურაცხყოფა მის შეურაცხყოფაზე პასუხი და არა 7 წელზე გათვლილი სასჯელი ეს ხომ ძალიან ლოგიკურია ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ კანონი არ არის რაღაც ფარატინა ფურცელზე დაწერილი რაღაც სიტყვები კანონს აქვს თავისი ბექგრაუნდი კანონს აქვს თავისი მორალი კანონს აქვს თავისი ეთიკა როგორ შეგიძლიათ ერთი წამით მაინც დაფიქრდეთ და დაუშვათ რომ გაწნული, მსუბუქად გაწნილი სილისთვის ადამიანმა 7 წელი გაატაროს ციხეში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მომენტი, რომ ის პოლიციის უფროსი ვისაც ვსაუბრობთ, ვისაც მზია ამაღლობელმა შეურაცხყოფის შემდეგ sapasუხოდ სილა გააწნა ირაკლი დგებუაძე, ის საუბრობს იმაზე, რომ მან ძალიან ასე ვთქვი, წარეტკივილი განიცადა ამის შემდეგ და პირდაპირ დავალება აქ ადამიანს გაუწიდა და ხელოვნურად დავალებით ცდილობს იმას, რომ რაღაცნაირად დაამძიმოს ეს ცხადია და აღარაფერს საუბრობ იმაზე თუ როგორ მოიქცა უკვე შიგნით პოლიციის შენობაში ფურთხების ეპიზოდი იყო და ღირსების შემლახველი დაკავებულ ქალს ჟურნალისტი იწევდა საცემად აფურთხებდა სახეში და ახლა მათ უნდა შექმნან ხო ეს საქმე შეკერონ რომ რაღაც შემადგენლობას ეძახიან ამას იურისტები ანუ შემადგენლობა უნდა შექმნან ამ სისხლის სამართლის საქმის რომ აი რაღაც თავდასხმა რა არის ხო სიტყვა თავდასხმა პოლიციაზე თავდასხმა გულისხმობს აი იმას რაც ზეღან მოუყევი დანა ამოიღო მოქალაქე და დაერია პოლიციელს აიგარი პოლიციელზე თავდასხმა ხო და ახლა ამათ რა ქნა ხო ჩვენ საუბრობთ ახლა ისეთ რაღაცაზე რაზეც აი მე ზუსტად ახლა წინა ასე ვთქვათ წინა ნაწილში ვისაუბრე რომ სპეციალურად ხდება ეს არის მათი სქემის ნაწილი რომ შენ ჩაგაყენონ ისეთ გარემოში და ისეთ სიტუაციაში რომ შენ ხმის ამოღებაც კი ვერ შეძლო იმიტომ რომ რაზე ვსაუბრობ საერთოდ რომელ სილის გარტყმაზე ვსაუბრობ ნაწამები ადამიანები ყავს რომლებსაც ჩალეწილი აქვთ სახის ძვლები პირში აფურთხებდნენ აწამებდნენ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ გოგოებს და მათი დასჯა და მათი არც ვიცით ვინ არიან ეს და ამიტომ ამაზე საუბარი ეს სპეციალურად ხდება მე მაგ შეკითხვა რომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ როგორ უნდა მოვიქცეთ რომ რაღაცნაირად შევაჩეროთ ეს პროცესი იმიტომ რომ წარმოუდგენელია ესე ცხოვრების გაგრძელება არ უნდა გავჩერდეთ პირველ რიგში ერთ რაღაცა მინდა დავამატო იმ ადამიანებისთვის ვისაც უყვარს კანონების პირდაპირ კითხვა უბრალოდ და რაღაცა შინაარსის გარეთ გასვლა არ უყვარს ანუ სამართლიანობას და კანონს შორის დიდი განსხვავება მაგაზე არ დავიწყებ საუბარს მაგრამ უშუალოდ იმავე კოდექსში რომელ კოდექსზეც არის საუბარი და მზია ამაღლობელს აქვს მიყენებული სისხლის სამართლის 353 თქვით ხო იმავე კოდექსში არსებობს მუხლი არ მახსოვს ზუსტად რომელი მუხლია მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ არის მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ ერთი შეხედვით ქმედება აკმაყოფილებს სისხლის სამართლის გათვალისწინებულ დანაშაულს, ამ შემთხვევაში, რადგან მზეა ვსაუბრობთ, თუ ამ ქმედებას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი, მაშინ შესაძლებელია მეშვიდე მუხლია, ხო? მაშინ შესაძლებელია ამ მუხლის, ასე ვთქვათ, იმპერატიულად გავრცელება, თავი ავარიდოთ მოკლედ ამ პასუხისგებლობას თუ ამის ნება არსებობს სასამართლოს მხრიდან და ამის ნება უნდა არსებობდეს, თუ არანაირი მნიშვნელოვანი ზიანი არ მიყენებია არც იმ პოლიციელს და არც რაღაც კანონის უზენაესობას ამ შემთხვევაში. თუ ვისაც პირდაპირ უყვარს კანონების კითხვა, კანონში პირდაპირ წერია, რომ შესაძლებელია, რომ ეს მუხლი არ მიუყენონ მზია ამაღლობელს, მაგრამ აქ პოლიტიკური ნება არსებობს. ის რომ ირაკლი დგებუაძე აცხადებს, რომ ძალიან დიდი ტკივილი განიცადა ამ სუბუქი სილის გაწნის შემდეგ, პირდაპირ მეტყოლებს იმას, რომ ეს მიზანი მართულად ხდება. კი, აბა იურიდიულ ნიუანსებზე ძალიან კარგად მსჯელობს
და ასაბუთებს მზიას ადვოკატი ქალბატონი ნონა ქურდოვანიძე, ხა მე ვერ გავუყვები დეტალებში ამ იურიდიულ კაზუსტიკას, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი საქმე და არც განათლება არ მაქვს შესაბამისი, მაგრამ უბრალოდ მორალური კატეგორიიდან რომ შეხედოთ და შეაფასოთ, როგორ შეიძლება თავდასხმა უწოდ, აი სიტყვიერებაშიც, აი რომ ვიღაცამ გთხოვოს აღწერო რა მოხდა იქ, მომიყევი რა დაინახე და შენ თუ ხედავ მზია როგორ აწნის მსუბუქ სილას პოლიციელს, როგორ მოყვები რომ მზია თავს დაესხა პოლიციელს? აი ხა ნუცაყვებოდა ზუსტად რომ როდესაც ის დააკავეს სრულ მოწმეები ისხდნენ იქ რომლებიც ყვებოდნენ როგორ აგინებდა და როგორ უწევდა წინააღმდეგობას ნუცა პოლიციას რაც მსგავსი რამე არ ყოფილა და როდესაც მოითხოვა მაგრამ რომ კამერა ქონდა თუ არა პოლიციას მათ უთხრეს რომ კამერები არ ქონდათ ამიტომ ამაზე ვსაუბრობ რომ აზრი არა აქვს რასაც უნდა იმას აკეთებენ ნიღბის გამო დამიჭერენ თუ ყაბალახს შემოვიხვევ იმიტომ რომ ცივა და გავიკეთებ შეუძლია პატრულს დამიჭიროს და ამის გამო ჯარიმა გამომიწეროს ეს არის პრობლემა მე პირველ რიგში შეიძლება არც არაფერი არ გაიგეთო ხედა პრევენციულად დაგაკავა რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ სამართალს დავარაუდოს რომ შესაძლოა შენ ამი ჩაიდინე აი როგორც მოხდა თქვა ანას და ბაჩოს შემთხვევაში როდესაც აბრალებენ ვითომ გზის გადაკეტვას რომელიც მართლა გზის გადაკეტვა კიდე გზის გადაკეტვა არის შემიძლია დავაკავონ მე იმიტომ რომ ოდესღაც ნასამართლები ვარ გზის გადაკეტვაზე ეხლა ნოემბერში რომ მქონდა სასამართლო ხვალ შეიძლება ქუჩაში უბრალოდ მოვიდეს პოლიციელი და დამაკავოს იმიტომ რომ ნოემბერში ამ სასამართლოდ დამტკიცებული მოქ რომ გზას ვკეტავდი ხელოვნურად. მეტი არაფერს გაგაჩეროს 48 საათი. 48 საათი. მოკლედ მინდა ქალბატონი მზიას მდგომარეობის შესახებ ის შიმშილობს და საინტერესოა როგორ არის თუ გაქვთ ამას შესახებ ინფორმაცია. ნუ ვერ იქნება კარგად შესაბამისად, იმიტომ რომ მე-11 დღეა უკვე შიმშილობს, თუმცა მისი ადვოკატის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაციით ჯანმრთელობის მე განსაკუთრებულ გაუარესებაზე ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. ოღონდ ეს არის ცოტა მოძველებული ინფორმაცია, იმიტომ რომ მზიასთან აღარ გქონია კონტაქტი ადვოკატის მეშვეობით, იმიტომ რომ ასე ვერ ხდება ყოველდღიურად მასთან დაკავშირება, მზიასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთხოვო მას, თუ მას აქვს შესაძლებლობა და სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში თვალს ადევნებს ტელევიზორს პირადად მე ჩემი სახელით და ასევე ჩვენ მისი კოლეგების, მისი მეგობრების სახელით ვთხოვო რომ შეწყვიტოს ეს უკიდურესი ფორმა პროტესტის, იმიტომ რომ ჩვენ ის ჯანმრთელი და ცოცხალი გვჭირდება. ნამდვილად გვჭირდება ჯანმრთელი. ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ბრძოლაში თავისუფლებისთვის, ბრძოლაში ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ძალიან დიდი მადლობა ზურამ. წარმატებებს ვისურვებთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრული მხარდაჭერა რეჟიმის პატიმრებს, მხნეობას უსურვებთ მათ და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ვიხილავთ მათ გარეთ და ეს ყველაფერი დასრულდება ჩვენი ყველას ერთად გამარჯვებით და ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა არის რომ არ გავჩერდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ უბრალოდ არ გავჩერდეთ და რაღაცა მაინც ვაკეთოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომ ის ადამიანები იქ ყვილა არ აღმოჩნდნენ. ხო, მეც შემოუერთდები სანდრო შენ სოლიდარობას და კიდევ ერთხელ გამოვუცხადებ რეჟიმის პატიმრებს სოლიდარობას რაღაცნაირად მე ბევრ მათგანს არ ვიცნობ ახლოს, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ისინი ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები არიან და ეს მართლაც ასე არის, იმიტომ რომ დღეს ისინი ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანები არიან და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მათ ადგილას აღმოჩნდეს, ამიტომ ჩვენ უკან დახევის დრო არ გვაქვს, ჩვენ გაჩერების დრო არ გვაქვს და მხოლოდ წინ და წინ ახალი გამარჯვებებისთვის და პირველ რიგში ჩვენი რეჟიმის პატიმრების დახსნისათვის, ასე რომ დაგემშვიდობებით დღეს მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ხვალამდე.